მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ეს გახლავთ ჩემო FM 98.5 რადიო სივრცე შემოგევლოთ ჩემი თავი, მე გახლავართ ჯაპანა თქვენი მონამორჩილი და გადაცემა არის ჯაპანას პაპანაკებაო, ასე გვითხრე ჩემო ბატონო. მოგესალმებით გაზაფხულის ჩუჩიდან ამ შემოდგომა დღეს და დღეს ვარ ძალიან მოხარული და ძალიან ბედნიერი, ყოველთვის ვარ ბედნიერი ამ კაცთან შეხვედრით. ჩემი დღევანდელი სტუმარი პატივი მაქვს რომ დღეს მყავდეს ჩემი უსაყვარლესი ადამიანი თავის მეუღლიანად ჩემი კურსელი კი არა ჩემთან ერთად დავამთავრეთ და ერთად ინსტიტუტში ერთად ვიყავით და მე აგერ ჩვენი სიძე ბატონი და ახლა უკვე სიძე კი არა ჩვენი მეგობარია და უღრმესი მადლობა შოთი კოგნურჯიძია ბატონო ჩემო მხატვარი თეატრის კი არა და არაჩვეულებრივი თეატრის მხატვარი მე ასე ვიტყოდი ეხა არ ვიფერობ არ მიყვარს ვიფერობა ღმერთი ჯული იმიტომ რომ გაოგდებული ვარ მე ამისი ნამუშევრებით ყოველთვის რა მიყვარხარ ძალიან გამარჯობა ჩემო გამარჯობა როგორ გიკითხო რაღაცა ვერ იყავი კარგად ვითხარ რაღაცეები ვითხარი მაგასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა ხო ამობენ კოვიდი დადიოდაო და ეს კოვიდი არის არა სიცხე არ მქონია ხო სიცხე და რაღაცა არ მქონია ჯანზე ჯამთელად ხარ ღვთისკაცი დიდხანს განყოფოს ასე ჯამთელად და ბედნიერად შემოკარგო ღმერთმა დავიწყოთ ახლა ლაპარაკი რითი დავით მე ახლა სხვა თემებზე ასევე სოსოსთან მქონდა წინა გადაცემაში ჩემო ბატონო მანჯაბიძესთან რაღაც კითხვები და დაახლოებით ერთ-იგივეს არა მაგრამ ერთ-ორ კითხვას მაინც დავსვამ იგივეს ხო და მაინტერესებს ახლა ნუ ისეთი იმასაც უთხარი რომ მე რჩენია სხვა თემებზე ვილაპარაკო შენთან განსაკუთრებით ახლა წარმოვიდგინე რომ რაღაცა მაინც ერთი სფეროდან ერთ სფეროში ვტრიალებდი და ნამდვილად მირჩენია მაგრამ მოხდა ახლა ეს ამბები დატრიალდა ახლა ჩვენ თავს აგერ შენ დაგირქმევია, მაგრამ მე არ ვემთახვები ჩემ პროდიუსერს. საერთოდ რაღაცები ეშლება ამ ჩემ პროდიუსერს და მე დღეს არ არის და აქედან ბილეთები და უნდა რომ შენ დიდი ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობაო და მე როგორც ვიცი დიდი ოქტომბრის ორღობის რევოლუცია და ეს საიდან მოიტანა ამან ახლა ეს აი მოხედა უკვე მე ვიცი ეგ ამბები და ამაზე ბევრი ვიღადავეთ მე და გიო და გაჩეცილოდი მოვხდი ციცილით იმიტომ რომ დიდი ოქტომბრის ორღობის რევოლუცია და ნუ არ ყავდათ ავრორა მე როგორც შევატყე რა ავრორა თბილისის ზღვაზე არ იდგა არ გაუსვრია არაფერს ისე დაიწყეს პირდაპირ იმიტომაც სააგეს მე მგონი ეს რევოლუცია აი რა ვისაუბროთ რა ეხა აი რა მოხდა რეალურად რა შეტყო შენ როგორ ვფიქრობ აი რა ამბავი იყო ეს რა იყო დედა რა იყო ეს ჩემო მეგობარმა კიდე კაი ის მაგათ ლიდერს დაარქვა პაატა რობესპიერი გენიალურია პაატა რობესპიერი ისე ერკინა რობეს დაამხო მე პრინციპში წარმატებულად ჩატარდა პრინციპში ხო თუ ასე დავარქვით რომ დამხობა იყო ორღობის რევოლუცია თუ იყო ორივე ღობე დაამხეს კი ბატონო ორივე კი რა მესამეც მიაყოლეს კიდე იქ არა მე დავითვალე იმიტომ დაითვალე ორი იყო ეს გადახერხილები რო იყო იმაზე ლაპარაკობ დიახ რომლებიც იყო გადახერხილი წინასწარ ბალგარკით იყო გაუარა ეთყობა ვიღაცა ჩაუარა და არა ყველაზე კარგი თქვა იმან კალბატონის ამგლეს ვეძახებენ კალბატონმა ზურაბიშვილმა კალბატონის ამგლე ზურაბი ხო სალომე კი სამგლე დიახ მაგან თქვა რომ ჩემ დროს მყარი იყო ამოწმებდა მოდიოდა და ეჯაჯგურებოდა ეთქვა აყანყალებდა ეთქვა ეხა რა მაინტერესებს ეხა ეს თეატრი არის მაინც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია აი ეს კითხვა დაუსვი სოსოსაც და ვილაპარაკეთ ჟანრთან დაკავშირებით რა აი რას ვფიქრობ როგორ რა ჟანრია ეხლა ეს რა იყო ტრაგიკომედია აი რა იყო ეს რა ვიცი ძალიან ძნელი მისაკუთვნებელია რა აჰა რაღაცა რომ დაარქვა რაღაცა ხო რაღაცა ჟანრი რო აი უწოდო რა ჟანრი შეიძლება ყოფილიყო ეხა ეს ამბავი ხო არ ვიცი ტრაგედია მარტო ტრაგედია არ იქნება მელოდრამა მელოდრამა არა თან რა მოხდა ეხა იცი რომ ხდება ესეთი რაღაცა რომ ახლა უკვე ერთმანეთზე იშვერენ ხელს ისე კი არ იყვნენ მზად ამისთვის ყველაფრისთვის და მუზაობა იყო მზაობა არ იყო ეთქობა თუ რა იყო ეს თუ ვიღაცა მოუწყო შეიძლება ჩაუწყო აქედან როგორც იზღობე გადაუხერხეს იზღობე ხო არ მისულა მაგათთან ესენი მივიდნენ იმასთან მაგრამ ნუ რაღაცა იმას არ თქვა გადახერხეს მაგრამ ხო კაი ეს ხო დაამხეს კი არ შევიდნენ
მე დაიწყეს კარების ყევა. ხო, მე კარების ყევა, ხო, შეგიძლია ხო. იმიტომ რომ ეთქობა ხობედან ხო არ შევიდოდე. ჭიშკრიდან უნდა შეხვიდე იმერეთში როგორც ისია. ხო, მობძაინით შევუბადანო რაღაცა, ხო და ეთქობა ჭიშკრიდან ხობეზე ხო არ გადავიდე. ხო, არა, მე მგონია რომ მან ერთი მომენტი იყო რომ ნუ ეგ ნაცვლად აჩვენებს იმას რომ ეს ძალიან არასერიოზული ხალხია. და ნუ რა თქმა უნდა ეს თავისი ბელადი ყავდა იმის ყواس დადიან და ეს ბელადი საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. აქედან გამომდინარე ეგ არ ყევენ. და საერთოდ რას ვფიქრობ? ეს ყველაფერი მაინც იქამდე მიდის. მეც მაგას ვფიქრობ რა. მიშამდე მიდის ეს ყველაფერი რა. სულ ნუ მიშა მიდის ვიღაცამდე და თავის დავიცხადია იქიდან და კონტროლდება. აქ არ არის ლაპარაკი რა ევროპა ეხლა აი ვერ ვაგებინებ ან ადამიანებს ვერ ხვდებიან იმას ელემენტარულად რომ ეს ყველაფერი მაინც არის მიშა ფრი. აი ეხლა მაგალითად ჩემი კოლეგები არაერთხელ მithქვამს და აქვთ პრეტენზია იმაზე მე რატო არ ვგებარ იმათთან ერთად. და იცი რა ხდება ბიჭო ესე იგი 97 წლიდან მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს უმცირესობას ძალიან ცოტას რომ მიშასთვის ხმა კი არ მიუწია 97-ში რომ დავინახე. იქ თქვი რომ მეთქი ეს არა ძმაო ვაის გავეყარე უის შევეყარე კი ისე გააკეთა ედიკამ რომ ახალი გვინდოდა გიჟივით ოღონდ ედიკა აღარ ყოფილიყო გასაგებია მაგრამ არა მე იქ არ ვიდექი იქ იდგა ყველა მე მგონი რა და 10% არ ვიდა მართლა გაიმარჯვა მაშინ 2003-ში მაგას შეჭმეპარება მართლა რა ვიცი ეხლა არ მგონია რომ მე გარიგდა ხო მაჟორიტარებთან და ისე შეიქმნა ის უმრავლესობა რეალურად ის მაჟორიტარები რომლებიც არ ვიცი მოისყიდეს თუ რა ქნას მაგის ხარს გადავიდა ხო გადავიდა კი არა ისა ცხადებული ლევანი გაჩეჩილაძე ხო შტაბის უფროსიც კი იყო მაგისი და არა ეგ იყო მოქალაქეთა კავშირში რო იყო ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო არა ეს ხალხი ეს ასე ესე იგი ჯეროდათ მაშინ ადამიანებს რომ ეს ხა მე არ მიგვიშ ეს ამბავი მაგრამ მე იმდენი იბრძოლა მაგ ხალხმა ჩემო ბატონო რომ ვინა მაგასთან ვერც მივალა ხა და ვერც გაუტოლდები იმდენი იბრძოლეს კიდე აგითხრა მოტრიალდა აგერ გოგახაინდრავა და მინისტრი იყო ჩემო ბატონო და მობრუნდა რა ეხა ადამიანი რომ გირგვირიანის გარდაცვალების მერე ზუსტად ხალხს რომ კარგად ბრძანდებოდე თუ უთხრა პიდა ხოლმე გააგრძელებდა ესე ცხოვრებას რა რატო მშვენივრად თან კარგად იქნებოდნენ ნამდვილად ვიცი მაგრამ რაც ეგენი ბრძოლობენ იმის მერე მაგის ჩხილისთვის არა ვარ რას ლაპარაკობ მე სხვა აი რაღაცა ვერა ვიტანე ტიპი აი ვერანაირად ვერ მეთქი ამასთან ერთად ეხლა ერთი ცალი ღვეზელი რო შეჭამო ხო თან ჭამდა მოგეხსენება მაგაზე ამბობდი რაღაცას უკაცრავად შეგაწყვეტ არა მე მეთქი სანდრო გირგულიანის ფაქტორი ჩემთვის გაამწყვეტი იყო კი ბატონო და მანამდე ეს დემოგრაფიის შუქურა არ დააკავეს სახელზე მეკეთა წარმოვიდგინე რამდენიმე გამოვიცვალე იმიტომ რომ გამიწყდა მე ვთხოვე და მაგის მეგობრება აი ეს ხელზე სახელური იყო და რისი იყო სანდრო გირგულიანი სანდრო გირგულიანი კი ბახს სახელური იყო და აი ბოლომდე მეკეთა მამდის ეს არ დააპატიმრეს თავის ხელით რომ ჩაბარდა იმის მერე ესე იგი დავდე შევინახე თორე ეგ იყო ჩემს გაამწყვეტი ფაქტორი თან ჩემ უფროსბიჭს სანდრო ხუია და რაღაცა ნუ იმდენად განვიცადე რომ არა საოცრება ესეთი რამე არ გამიგია ადამიანები არიან გეუბნებიან რომ როდემდე შეიძლება ვილაპარაკოთ გირგვრიანზეო მარტო ეგ გირგვრიანი რო ყოფილიყო ჩემთვის საკმარისი იყო რა ყველაფერი საკმარისი იყო ეხა აღარ არის საჭირო ეხლა აგერ დავიждე დილამდე ვილაპარაკებ რომ დავიწყო შავაძე თეთრაძე კრიალაშვილი ხო ნუ მაგრამ ეგ ხო პირველი თითქოს პირველი ის იყო რა ეგ შეიძლება მამამისას იყო და არ ვიცით ხო რაღაცა მაგრამ ნუ აი სანდროს ამბავი არა ის იყო ნუ მე დაიწყო აღარ გაჩერდა ეს დეგრადირებული რაღაცა ვეძახი მაგას სანაპირიაზე ამოგდებული მედუზაა მეთქი აი რო დნობას რო იწყებს რა აი ეგეთი ადამიანი აი აღარ მინდა მაგასთან ლაპარაკი და არა და მოდი აქ დადექი მეუბნებია ბიჭო მეთქი როგორ აი იქიდან დაწყებული ეს გავიხედე და გვერდზე მიდგას გიაბარამიძე აქეთ უნდა მიდგეს რა ქვია ლაკა ხოშტარია ლუციხარო როგეძახის და თვითონ რო სპეციალურად აკეთებენ თან რომ სეპარაცია არ მოხდეს თორე იქ შეიძლება ბევრი ნორმალური ადამიანი იდგეს რა თქმა უნდა აბარა იმან არ იცის და მე 97 წლიდან მე რა მიტანია უკან ფრი მიშას რა ზოგი მარიცის ზოგი ვერ ხარშავს და ასე შემდეგ ო ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი რაღაცნაირად როგორ უნდა დავდგი ახლა მაგ ამბავში ახლა იქ დგანან მიშისტები
აი როგორ გითხრა ის რეჟისორებიც ახლა არ ჩამომართლებინონ ახლა ერთი მაინც რო იდგეს ხო აი ისე რო ვთქვათ რა ერთი ცალი ჭუჭყიანი რაღაცა მაინც რო ჩავარდეს წყალში ხო ის უკვე არ და რა თქმა უნდა აბარა ზეთი ჩაასხი ახლა წყალში და მე დალია ხო რა თქმა უნდა რა ახლა მაგას რა თუნდა ლაპარაკი ახლა და უამრავ შემოუთვლი ახლა უთხარი პირდაპირ ახლა აქ არ მინდა კოლეგები არიან ჩემი თორე ახლა ერთზე მეტყვით არ არის მიშისტი ორზე მეტყვით სამზე მეტყვით ოთხზე მეტყვით სულ მიშისტები გაჩემ შენ უარ ახარ მარტო ახლა როგორ არის და უკან დიდი პლაკატი გაშლილი თავისუფლება მიშას და აქეთ გიაბარამიძე აქეთ უგულავა აქეთ ისა და რა ეხლა ვერ ხედავ თუ ხო რა ვერ ხედავ ახლა ამათ იქ როგორ დავდგე ბიჭო გადავერი ლამისერ ბოდიში ყوار მოუხადო მაპატიეთ მათ ჩემი ადგილი არ არის არა მე ერთი ორს უთხარ რომ მეთანხმებიან რომ ესენი მიუღებელია მათთვის ხო თქვა ეს ნაციონალები მე უთხარ ამოვარტყით პანღური და გააგდეს მეთქი ამ მილიციას რო ეჭიდავებით გას. გააგდეს იქიდან. კი ბატონო. სოციალურია. კი ბატონო. თან ეხლა როგორ არის შენი აიმინდა როგორ ჩანს ეხლა ეს პროცესები რა როგორ თან ახლოს ახარ. მაგრამ ეთქობა იმდენად შემცირდა ეგ ამბავი რომ აღარ ამოდის ხმა. არც ხმა არ მოდის არც. ხო აღარ ხმა არ ამოდის ხო ალბათ აღარ ამოვა 30 კაცი დგას და ახლა და ეს 30 კაცი სხვა ხალხის ისმის აქ ზრიამული. შედაივაზე. სხვა ხალხის ისმის აქ ზრიამული. ეხლა ნაცმოძრაობის აი ამ სატელიტების და ნაცმოძრაობის ჩამოშორებაზე მაგ ესეთი კითხვა აქვს რომ პოლიტიკური პროცესებიდან რომ ჩამოშორებს ეხლა შენი აზრით ეს უნდა მოხდეს კანონით შემობატონო თუ მაინც რაღაცა პლებიციტით ან რაღაცა არჩევნებით უნდა მოხდეს თუ აი შენ როგორ ფიქრობ რა ისე რა მე მგონია ეგ ხა მან შეიძლება ოპოზიციის იმაზე დავასხა წყალი ანუ ეგ უნდა მომხდარიყო დიდი ხნის წინ რა. კი ბატონო. და 14 წელი არ ჭირდებოდა ამას რა. შენ როგორ ფიქრობ არ იქნებოდა პრობლემები? ვერ ხედავ რა დღეში ყავთ ბიჭო იქიდან. და მაინც აქვთ. და აქვთ ხომ არა ეხლა რაღაცა საშუალება მიეცათ რა. ეთქობა მაშინ აი იქიდან ეხლა შეიძლება და ადრე დაეწყო და მიეცემოდა. ხო არ ვიცი საშუალება რა არის? კი არ გეთანხმები კი არა. უბრალოდ მაინტერესებს რა. საშუალება რა არის? საშუალება რას უნდა დაეყოს პოლიტიკა? ეგრევე დაეწყოთ ბიჭო, ეგრევე რა კოჰაბიტაცია, ეგრევე დაეწყოთ, რა ჩუმად იყვნენ, რა გახსოვს ერთი წელიწადი, აი გასულ. ჩუმად კი არა, რამე სამოიღებელი. საჭიროაო ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა იძახდა უსუფაშვილი. მაშინ მეორე კაცი იყო თუ პირველი კაცი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ბიზინა იყო პრემიერ-მინისტრი. ის ნიშნავდა ამას. აი გახსოვს აი. გაიგეშენ. ხო და მაშინ რო დაეწყოთ პოლიტიკოსი რა შეიძლება დაეყნოს? ლეგიტიმაციას რო არიან დაყნობილები ეგ არის უბედურება. იქ რასაც დაუშტვენენ მე შეიცვალა პლასტინკა გადმოაბრუნეს, გაიგე და პოლიტიკოსი საკუთარ ხალხს უნდა დაეყნოს. ლეგიტიმაცია ქართული ხალხისგან უნდა მიიღოს და არა ვაშინგტონში და იმაში ბრიუსელში. ხოდა მაგას ვიცახი რომ ხელფეხი ხო არ ქონდა ჩეკრუ ეხლა კულისებში რეებსებობდნენ შეგვწები შეიძლება რაღაცას ელოდებოდნენ ან დაფინანსებას არ მიცემდნენ გამოდი და ეს ქართველი ხალხი რომელიც არის შენ დამცველი ბოლო ვისი მითიც რა ქვია მარიფათით ხარ ხელისუფლებაში იმას უთხარი რომ ესე ამ აწვევიან ესენს ბავ შეიძლება გავიგებ და გავჩერდები გაიგე ან გვერდო მაგის თქმის საშუალებაც არ ქონდა ნუ ახლა მაშინ წადი რა ისი რას გეუბნები რა თუ არაფრის თქმის საშუალებისი არ იყოს ძველი ანეკდოტი რო არის ესე რა ქვია რო პატიურებენ კაცს და ხანჯალი რო უკიდია ეს რისთვის გაქო და ესა რა ქვია ვინმე რო შეურაცხყოფა მომაყენოს მაგიტობა და მეტი რა უნდა გიქნან ახლა თუ ეგ დღეში ხარ ან კუდ დაიხურო წადსახში რატო ხო არის სტრატეგიები რაღაცა რომ დაუცადო მოთმინება 14 წელი ხო 14 კი არა მეტი დაუცდია კაცო არა მე რაზე ვამბობ ის ძალიან გაჯავრებული ვარ ამ პროცესზე ხო ესმის ეს კომისია კი ძალიან ჩემთვის ძალიან საპატრიოტიზმო ადამიანი ედგა თავში ამ კომისიას თეატრულუკიანი მაგრამ ბიჭო მოდის ხალხი და ეუბნებიან რომ აი წართმეული მაქვს ქონება ამდენი წელია ესე და ამიბრუნეთ რაღაცა და შევდივართ თქვენ მდგომარეობაში ეუბნებიან და რა ვაიმე მართლა დაყადაღებული მაქვს ანგარიში ოხ რა ცუდია ბიჭო იმოქმედე 14 წელი ადამიანები იტანჯებიან და არაფერი არ კეთდება და ამიტომ
ხო, მაგ ყველა სტარტბეულს ეხლა რამდენი იქნება, რა გადაიხდის თქო, შოთა. გადაიხდი ფულზე კი არ არის გასული. ეს ამთავრობა უნდა გადაიხადოს, ხო? აი ელემენტარულად მე თეატრი წამართო შენ იცი. და ისევ ნაცები არიან იმ თეატრში. თეატრალურ სარდაფში. დამიბრუნონ რა. ხო. რა მოხდება? არც არაფერი. ანუ ვალები აქვს ამ ნაცებს. ოფიციალურად რამე დაწერი, მიხედავ. რამდენჯერაც გინდა, რამდენსაც გინდა, ხო, არა, ანუ ეს კოჰაბიტაცია გრძელდება სამწუხაროდ. მე მაგას ვიზახი რომ ხა თუ ნება არის გააკეთე ხა ვინმე დაგიშლის 2 მილიონი კაცი გაძლევს ხმას. აბა ვინმე გაგიბედოს რამე. დაიწყე რა. მე იმას კი არ ვიზახი ჩამოახჭოდა იმას კნაგას. ხო? მე ვიზახი რომ ადამიანებს დაუბრუნე ქონება იქ ისეთ რამებს ყვებოდნენ. ერთი მაუცხა რომ რატო ისაო, რა ქვია, არ იძახიო, არ ასახელებო. ეხლა თქვენთან მუშაობსო ის კაცი, ვინც მე გამზადწოა. გესმის შენ? კი ბატონო. ხო და უბედურებაა ეგ არა. უბედურებაა, კი ბატონო, მეტაფები. არასასიამოვნოა ნამდვილად. და რუსთაველის სარდაფი საერთოდ აღარ არსებობს, ხო? ის საერთოდ ხო რა თქმა უნდა. ხო, საერთოდ აღარ არსებობს. ის რამე მუშაობს კიდე რაღაცა არის. იქ ხო ნაცები არის. იქ ხო ილიაუნია. ხო, ნაცები არიან და არის, ბიჭო, იქ არის. ხო, ბუდე. გველეშაპის თავია იქ. ხო, და რატო არ კეტავენ იმ გველეშაპის თავს და აფინანსებენ კიდე. ხო, სახელმწიფო აფინანსებს კიდე. ხო, ოქროთ. ხო, თან აი ეგ არ მესმის აი ეგეთი რამე. მეც არ მესმის. ვერ შეგაკამათები ვერანაირად ამასთან დაკავშირებით, რო გითხრა რომ რაღაცა, ნუ კაი, მაშინ არ შეგვეძლო. ეხლა რატო არაფერი არ ხდება? რა ვიცი, ეხლა რაღაცა რეფორმებზე კაცია და ხალი. ხო, ეხლა ხო არის, დაველოდოთ რა, მოდი, მე მაინც ოპტიმისტი ვარ. 14 წელი კი დაველოდო. ხო, 14 წელი ეხლა. ეხლა რა მაინტერესებს კიდე, ესენი ერთ პენს რო დაერიენ ეხლა. ვინები? ჩვენ აი ნაც სატელიტ ამბები ესენი, აი ვინც არიან და დახოცავენ ერთმანეთს აგერ ხო და ნუ აბრალებენ ერთმანეთს, უნებიან შენ იბრალია გამყიდე იქ გაიქცას უყოლა ციხეში შევარდნენ ეს ციხე არის როგორც მეოთხე სამმართველო იყო ჩვენ დროს ხო იცი იმის რა ქვია აკადემიკოსები და ესენი რო ისვენებდნენ მეოთხე სამმართველო კომუნეთში იყო ერთი და ერთი იყო იმაში სინოპი და რაღაცე ბორჯომში და იმაში ისე არის ციხე ხო ლიკანი ლიკაში იყო მეოთხე სამმართველოები ხელოვანებს პუწეუკებს აძლევდნენ რა ქვია საგზური შეუბადოს ხო პირობები გაცილებით უარესი იყო მინდა გითხრა ხო პირობები გაცილებით მithom მახსოვს რაღაცა მანდამაის დიდი დილას რაღაცა 2 წელი ტელევიზორი რატო არ არისო ვერ იტყოდა არა რა სლავარაკო არ იყო და თან კიდე შეიძლება კოღოზდა ფოიეში იყო ერთ წელი ფოიეში იყო ერთ წელი და უნდა გასხმიყავი გეყურებია იქ ხო მართალია უფრო ცუდი პირობები იყო და აქ არის შეცვიდა ყველა ამ პანსიონატში რა მეც მინდა ხო რა აი ნახეთ რა კაის გაჭმებენ კაის გასვემენ რა ქვია პაფლოცკისო ხორცი აკალდა ხორციო ასეთი პრეტენზიები გააჩნიათ და არიან ატელევიზორი შეიტანო შეგნით არიციან ნუ კარგი მაგას თავი გავადებოთ ეხლა რა ეხლა მაინც აგზელებს ეს ბატონები და ისინი აი შენ როგორ ფიქრობ ეხლა რამდენი ხანია წვალობ შოთიკო და კიდე რამდენ ხანს გაწვალდები ამ ისი რა მე მგონია რომ აქ ორივე მხარეს ერხევა რა იმიტომ რომ იმდენად გაბაიბურდა ეს ისა რა ქვია ნაციონალური მოძრაობა და საერთოდ ეს ოპოზიცია ნუ არაფერში არ წერია ხო უკვე რა რომ ახალი რაღაცა იმის მოგონება მოხდებათ რაღაცა ხო და როგორ შეიქმნება ეს ახალი ოპოზიცია საერთოდ აი ნუ ხელოვნურად ეგ ვერ შეიქმნება რა ეგრევე ხო ისა ატყვია ეგეთი რამდენჯერმე იყო მცდელობა რაღაცა ეგეთი იმის სატელიტურ რაღაცებს გაკეთების ნუ ისე რა მე მგონია რომ მთავარი ამბავი რაც უშლის ნორმალური პროცესს პოლიტიკას ჩამოყალიბების მე არა ვარ მაგის სპეციალისტი კი იცი შენ მაგრამ მე ვთვლი რომ აი მაჟორიტარული სისტემა უნდა დააბრუნონ და ის კი არა რომ პარტიული და მაჟორიტარული იყოს ერთად ძალიანად მაჟორიტარული უნდა იყოს პარლამენტში სისტემა ვინ გიშლის შენ იყო მემარცხენე ან მემარჯვენე გაიმარჯვე შენ მაჟორიტარული მასში ხო და მე იქ მე კანონების მიხედვით რამეს დაუჭირე მხარ გინდა იქით გინდა აქეთ მაგრამ პიროვნება უნდა იყო მაჟორიტარი თუ ხარ ისე არ არის რომ მელეხი მოვიდა ფული გადაიხა სიაში ჩაწერეს და რაღაც გაიგე ანუ ეგ სისტემა არის გაცილებით უფრო დემოკრატო ყველა ქვეყანაში ვინ ჩვენ გვაძალებს რომ პარტიული სისტემა გქონდეს თვითონ მაჟორიტარულები აქვს
საფრანგეთი, ამერიკა, ყველგან მაჟორიტარი. ხო, ეგ არ ახალია ეხლა რა, თავი თვითონაც იქაც შეიძლება, ნუ იუპიტერი ხარის ამბავია. ხო და ნუ მე მგონია რომ ეგ იქნება გამოსავალი. კი, იქ ვიღაც ფულიანები შევლენ რაღაცა, ფულიანები არ ზიან, ეხლა ყველა მილიონერია მის პარლამენტში. ამაგებინეთ. ბევრია მილიონერი კაცო. ნუ რაღაც 80-ო თუ რაღაც დაასახელეს. რა მნიშვნელობა აქვს? ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა ეს ნოდარ ნაცაძეები არ ზიან უკვე. გაიგე? პატიოსანტესილი ხალხი. ცოტაა რა. გაიგე? ამიტომ მე მგონია რომ ეგ გამოსავალი იქნება. თან თუ იქნება ეგ დარგების მიხედვით კიდევ უკეთესი. რა ვთქვათ, ექიმებმა ამოირჩიეს თავის საუკეთესო წარმომადგენელი ვიღაცა. და სამედიცინო იმას ჯანმრთელობის კომისიას თუ კომიტეტს ის უხელმძღვანელებს იქ იმ პარლამენტში, გაიგე? ვთქვათ, ნუ ისე ეკონომისტებმა საუკეთესო თავისი აი დარგობრივი ის რო იყოს ეს არჩევნები და მე ახლა ის არის რა ქვია მემარცხენეა მემარჯვენეა თუ რაღაცა თავარი რომ ამ საქმის სპეციალისტი იყოს იმიტომ რომ საკითხები კანონები რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა ის ეხება პროფესიებს სოფლის მეურნეობა შეიძლება სოფლის მეურნეობის კომიტეტში იყოს ადამიანი რომელსაც ბარი არ დაურტყია მიწაზე ანუ უნდა იყოს კაცი რომელიც ფერმერია რომელსაც ესმის ეს პრობლემა მამალი ძროხავთ მამალი ძროხავ უნდა იყოს გაიგე ხო და ამიტომ აი მე მგონია რაღაცა გამოსავალი რეალურად და ეგ პრინციპში სეპარაციას გააკეთებს კიდე გამოყოფს რა ბევრ რაღაცას და ჯანმრთელი იქნება შედარებით ისე რა ეხლა შეიძლება შენ მისი რაღაცა შეხედულებები რაღაც თემაზე არ მოგწონდეს მაგარი ექიმია რა ტიპი რა გაიგე რაღაცა მე არ ვიცი ხა იქ ზოგს მღვდელი უყვარს და ზოგს მღვდლის ცოლიო ხო მაგრამ ექიმია მაგარი და ის სამედიცინო დარგში კანონებს მიიღებს უფრო სწორს ხო ხო მეთანხმები კი ბატონო რა თქმა უნდა ხო და ეგ ანუ ეს სპეციალური მაგრამ ესენი ხო უნდა მოვაშოროთ ჯერ აი ეს ეხლა ეს რაღაცა შიზო რა ვიცი აი არანორმ ეგ თავთავად მოშორდება ეხლა უყურე ეგ სისტემა რომ შემოვიდეს როგორ მოშორდება როგორ და ეხლა არც ეს პროფესია არ აქვს ეგენი არიან პროფესიონალი თაღლითები კაცო ეხლა ის ხალხი ვინც კანონი თუ არ აგზალე ეხლა ესენი ხო კიდე თავისი აგზალო მე თავისი ამომრჩეველი ყავს კიდე ყავს თავისი ამომრჩეველი ამათ ყავს და შემოვლენ კიდე 60 კაცი შემოდიოდნენ და არ შემოვიდნენ ბიჭო 60 კაცი შემოდიოდა აი ხა ამათ უნდა რა უნდა ელაპარაკო 60 კაცი შემოდიოდა პარლამენტში და არ შემოვიდნენ თან იდიოტები არა ხო არა ეგ კარგად თქვა შაქრიშვილმა ერთი ჟური ორივე ხელი ამიწევია ეგენი რო იდიოტები არ იყვნენ ნუ ბიჭო აი ჩვენ დღეში ჩავარდებოდით ნუ ხა 700,000 ის რო არა ქვია 700,000 კაცი ხარს უჭერს ვის გახედები გიჟებს ბიჭო გიჟ აი ნუ არ ვიცი მე ძმაო მე რა თან როგორი ოჯახიდან და სხვას უჭერს დოდოშკა ყველაზე ხარ რომ იყოს ეგ ნაცია აი როგორ გითხრა რა აი ეს ოჯახში გაზრდილები ერთ დედმამის გაზრდილები იმაზე არ არის ლაპარაკი ხო ზემოქმედება მედიის იმისი ტვინის გამორეცხვა ამბავი ძალიან დიდია რა ძალიან დიდია ხო და ეთქობა მუშაობს ეს რა მუშაობს ხო მუშაობს და დღემდე განათლების სისტემა მაგათ ხელში ხო ნუ ახლა ილიაუნიო რო თქვი ილიაუნი იმისი ხო რამდენიც გინდა პრეზიდენტის დედის რა ეხა დაიწყეს რა ბენდუქიძე ისა რა ბენდუქიძე რას ლაპარაკო უამრავი რას ლაპარაკო დიდი პრობლემა. დიდი პრობლემა და რა ვიცი დაიწყეს ახლა ამასიდან თან იყო განათლების რეფორმაზე ლაპარაკი. მე მგონია რომ ბევრი საინტერესო რამეა მაგ განათლების რეფორმაში და ეგეც მაინტერესებდა. ხო, მოგეწონა იქ ამბავი. ბევრი რაღაც, აი იგივე თქვა ერთი ფაკულტეტი რო უნდა იყოს და ყველა პადიესში არ შეიძლება რომ კინო და თეატრი და რა ვიცი ყველაფერი ასწავლონ ისა. აი მაგ ეკითხვა შენ თანდაყური აი ზუსტად გეტყვი. იყურე პრემიერმა აღნიშნა რომ არსებული უმაღლესი განათლების სისტემა ვერ პასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და სტანდარტებს. ესე პრობლემებად დასახელდა. აი მაინტერესებს ზუსტად რო ჩამოვთვალო, ციტირება გავაკეთო. მაღალი კონცენტრაცია თბილისში, რესურსთა ირაციონალური გამოყენება, დაფინანსების მოდელის არაეფექტურობა, კადრების სტაბილურობის პრობლემები და ხარისხის მართვის ფორმალიზმი. არის ეს არის ციტირება ახლა ყველაფერში ვეთანხმებ. ხო რა. მე უბრალოდ შეძლებენ თუ არა. იმიტომ მანდ იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა, ყველაზე დიდი. იმიტომ ეგ ინსტრუმენტი საიდან და ეგ არის ამ ტვინის გამორეცხვის ადგილები, ხო? მთავარი ინსტრუმენტი საცლი ხელიდან.
ის ბავშვები დამაშავებები კი არ არის. აბა რა. იმათ 30 წელია ადებილებენ ასე ვთქვათ. კი ბატონო. აიგე? და იმუშავა ამან ძალიან. ხო, მაგრამ იმუშავა. კი ბატონო. ხო და ამიტომ შენ თუ ამას გამოაცლე, იქ იქნება ძალიან დიდი წინააღმდეგობა. ეს იმაზე მეტი იქნება, ვიდრე აი ეს რა ერქვა, გამჭირვალობის კანონი თუ რაღაც. აი ამაზე დიდი ამბავი იქნება. ნუ საომარი არის მე. უნდა ვიომოთ მე. უნდა ვიომოთ. უნდა ვიომოთ. აბა ეხლა მომავალი, მაგრამ ერთი რაღაცაც არის. შოთას იდე შათილიშვილმა თქვა კიდე ჩემთან კიდე აგერი იმის წინა გადაცემაში ვყავდა და თქვა რომ 73000 სტუდენტია შემოგარგო. 3000 დგას იქა. ხო და ეხლა 70 თელ საქართველოში 70 სტატისტიკას რა მნიშვნელობა აქვს მაგას? განწყობები ეხლა მაგის იმას გაარკვევ მე უბრალოდ სხვა რამეს ვიძახი რომ უნივერსიტეტში თქვა ხო ნებისმიერ მეც ეხლა დავიწყე აკადემიაში სწავლება ხო და უნდა ასწავლო ხელობა მე რო დავუწყო ეხლა იქ მიშაზე და გრიშაზე და ბიზინაზე და იმაზე ლაპარაკი ეგ ხო არ არის საქმე არა მე უნდა ველაპარაკო სცენოგრაფიაზე ვასწავლო როგორ უნდა ტექსტთან როგორ უნდა იმუშაონ ვასწავლო როგორ უნდა მოაგროვონ მასალები თქვა და ასე შემდეგ ხო ანუ ის საქმე ვასწავლო ის ხელობა რომელიც მე ვიცი ეგ უნდა საერთოდ აიგზავნოს აი და ძირითადად ეს უნივერსიტეტები არის რევოლუციონერების აღზრდის ის რა ქვია როგორ ისროლოს კი ბატონო ხაბარო კი ბატონო მოლოტოვის კოქტეილი რაღაც ერთ ის აკლიათ ეს ისკრა ხო სტამბარო იყო ხო ეგ არის ავლაბარში სამწუხაროდ ეგ არის ხო მაგრამ იმ სეპარაციაში შენ ნაბან წყალსო ბავშვი არ უნდა გააყოლო და შეიძლება იყოს ძალიან მაგარი ლექტორი თავის საქმის სპეციალისტი და იყოს ნუ სხვა პოლიტიკურ შეხედულების რა იმას უბრალოდ უნდა უცხარო კაცრას იგზალება საერთოდ პოლიტიკური რაღაცა რა როგორ უნდა უცხო ხელობა არა გამოიძახო როგორც კი გადაუხვევს ამას უნდა გაუშვა მაშინ რა მაგრამ უნდა უცხო შენ ძალიან კარგი სპეციალი მედიავისტი ხარ თუ ვინა ხარ რა ვიცი მე რა ფილოსოფოსი ხარ რაღაცა ხარ და ელაპარაკე საქმეზე ანუ იმ ხელობაზე ასწავლე პროფესია მაგას დაგიძახება დიქტატორი ხარ როგორ ნუ ახლა დიქტატურაა ბიჭო დიქტატურა არის მოწესრიგება დიქტატორი ცუდი სახელი კი არ არის ნეტარი დიქტატურა იყოს დიქტატორს ეძახოდნენ რომის იმპერიაში ადამიანს რომელიც ხელმძღვანელობდა ქვეყანას ეხლა მე უარყოფითი კონოტაცია მიიღო რა არეულობების მე ფრანგულ რევოლუციებს და ბედნიერებებს მე თორემ რეალურად დიქტატურა ცუდი კი არ არის მონდის დიქტატურა ნუ იყოს რაციონალური და გამოადგეს ქვეყანას ამ პოზიციით უნდა იყოს რა რაც ქვეყანას ადგება მე ვფიქრობ რომ დიქტატორი რატო არ ის თუ თავის ფუნქციას არ ასრულებს ლექტორი და სისულელებს ელაპარაკებს იმის ნაცვლად რომ მათემატიკა ასწავლოს მე ხო შემიძლია მივუთითო იმას და თუ არ გააკეთოს გაუშვა როგორც მოხდა რა ეხლა თქვა სიტყვაზე მომო ეხლა გაბარჯვებულებს არასამართლებელო რა ცნობილი ამბავი თქომია და ეხლა გაბარჯვებული ეხლა ეს წააგეს დამარცხდნენ ესე ყველაფერში წააგეს და მაინც არის ვენებად ორჯონიკიძე მოვიდა და მოიგო კარგი კი არ იყო რომ მოიგო მაგრამ მოგებულია ხო ნუ გასაგებია მე ესე 70 წელიწადი ვიყავით ამაში გარჭობილები თავარი პრობლემა ჩვენ რაც არის თან ეხლა გამოწვევა მთელ სოფლიოში რა არის რომ აგერ ხელოვნური ინტელექტი და უზარმაზარი რაღაც რეფორმაცია ხდება პრინციპში ყველაფრის რა მთელ სოფლიოში და ჩვენ თავარი ეხლა ის არის რომ არ ჩამურჩეთ სოფლიოს და ვიყოთ ფეხი მაინც აუბათ ამას ტექნოლოგიური ის არის აფეთქება მთელ სოფლიოში მალე ტაქსი მიწაზე აღარ ივლის და ასე შემდეგ ხო ძალიან მალე ხო და რაღაც ის გლოვოც აღარ იქნება და მოგიფრინდება ეს იმითი რა ქვია დრონით ის საჭმე პიცა ხო როგორც არის იმაში რა ქვია მეხუთე ელემენტში გახსოვს ხო აი რაღაცა იგი დრო დგება და შენ თუ ჩამორჩი 5-6 წელიწადში შენ იქნები უკვე ბაჩანჩალა და შეიძლება საჭმელიც აღარ მოგიდეს ხო შეიძლება ხო ძალიან გაიფიქრო და მაგარი მწოდი შეჭამა ხო აიგრეა ხო ჩალაღაჯი რაღაცა ხო ნუ ეხლა ფანტასმაგორია შეიძლება არ არის ეხლა ჯერ მაგრამ არ არის რა ეს ხელოვნური ინტელექტი მართლა სასწაული რაღაცა ხდება ხო ნუ ეს ხო უნდა შენ რაც კარგია ინსტრუმენტი გამოიყენო კაც მარტო ხელოვნური ინტელექტი არ არის ძალიან ბევრი რამეა იგივე სოფლის მეურნეობაში რაღაც არაჩვეულებრივი მიღწევებია და ჩვენ უნდა მაგას მივყვეთ
და ეგეთი ქვეყანა ავაშენოთ ის ევროპა რომელსკენაც მიდიან ჩვენთან გავაკეთოთ კარგი ქვეყანა გასულ შეიძლება ევროპაზე უკეთესი იყოს მაგას ვიძახებ და დავანებოთ საერთოდ ბოდიში და არც არ მაინტერესებდა ვინ არის ცეკაში თუ იმაში ხო იყო არც გვარები არ ვიცოდი ჩავხსეს ამ იდიოტებს საერთოდ არ ვიცოდით რა არჩევნები ვინ რა სადადი ვინ გაი ჩვენ და ხალხობას პირველ გვერდს ვინ კითხულობდა კომუნისტის და გადამრია ვინ მეკითხულობდა პირველ გვერდს ხო და ეხა ყველა პირველ გვერდშია ხო ხდები რა კი რა პირველ გვერდზე ყავს უყველა იქ საერთოდ წაგვარტვეს ყველაფერი სახეობებს იმგეს არიან ეგენი მარტო რა ხო და ამიტომ დავანებოთ ამას თავი მივხედოთ ჩვენ ბავშვებს ნორმალურ განათლება მივცეთ რა ვიცი ქუჩაში არ გადავაფურთხოთ არ დავანაგვიანოთ და გავაკეთოთ მაგარი ქვეყანა ეგ არის იდეა ჩემი შაქარი მე მინდა მეცაი ძალიან მინდა და რაღაცა ოპტიმისტური განწყობა მაქვს არ მეტყობა ოპტიმისტი ვარ ჩემი ბუნებით საერთოდ არ მიყვარს პესიმისტი ტერენდიგრანები გენიუსი ეგ არის სისულელეა ახლა რომ ესენი თუ არ მოვაცილეთ გაიგე რაღაცა არაფერი აღარ გვინდა აღარ შევჭამოთ არაფერი არ გვინდა არაფერი თუ არ მოვაცილეთ ევროპაში თუ არ შევედი და არ გიღებს ესეთი ის ევროპა დავიდავანებოთ იმას ხო და კაცო შენ 200 წელი რო გავიდეს და კიდე არ მიგიღოს ამ ევროპამ. ეკა ესენი გამოცვალ და კიდე რო არ მიგიღოს. ხო და მე მგონი მიდის ამ არაფერი არ უნდა გააკეთო. დესთავრობა მე ფიქრობ უკვე რომ მიდის ამ მიმართულებით რომ არა და არა არ გინდა და ნუ გინდა. ანუ ახლა მეტი რაღა უნდა უთხრას ახლა. იცი რა პირველად თავარ ისეთი აი არაშეგულაწყობილი რა მე მგონი ეგრე მე არა იცი რა მე მაგაზე აი გუშინაც ჩემ მეგობრებთან ერთად რაღაცას ვჯეობდით რა. მე მაგალითად არ ვიცი როგორ გარდაიქმნება იგივე ის ევროპას. იქ ისეთი პროცესები მიდის შეიძლება გვინდა ძალიანაც. გაიგე? ანუ იქ იცულება ძალიან ბევრი რამე ევროპაში. კი ბატონო. ხო, იქაც იცულება. ხო, სერიოზულად. ეს მოჯადებული წრე ეხლა მარტო აქ კავკასიური ცარცის წრეა თუ მე მგონი არ არის კავკასიური. უფრო ფართოა რა. უფრო ფართოა და იქაც იცულება ბევრი რამე და დაველოდოთ როგორ ხდება რა. ეხლა იმასაც ნუ აღარ გვინდა და ევროპა არ გამაგონო და რაღაც. იქ თუ შეიცვალა ნორმალურ იმაზე თავის ცივილიზაციურ საწყისებზე დაბრუნდა ევროპა. ხო? რატო არ გვინდა? როგორ არ გვინდა? რას ლაპარაკობ რა? როგორ არ გვინდა ეხლა? მარგარიტა ტეჩერი და რა ქვია? გრეტა ტუნბერგი არ მინდა რა. ხო, არა, ეხლა და რა ქვია? კაია. ხო, კაია კალბასი. ხო, კალბასი თუ რაღაცა შენ არ ქვია გენიალურ სახელებს რა. ნუ ახლა მაგაზე მარტო მე კი არ ვამბობ, თვითონ თავისივე კოლეგებმა ამასიდან ხო ილაპარაკა კაცმა, მაგას რა უნდაო? სათავეში გაუნათლებელი ერთი უნიჭო ადამიანია. კუბოლიუსი, კუტილიუსი თუ ვიღაცა როა კიდე. კიდე ის ვოლტარენი და არ გვაქვს ამა ვოლტარენიო რა დიალოგზე რა სიტყვა ვისთან აი ამათ რაღაცა მაინც ისე ვამბობ რა ეხლა მე ვერ წარმოვიდგენია ამათან ვინ არის აი დიალოგი აი ლაპარაკი საუბარი წლები არ ვიხარ გამოდის ლანძვი გიდება დედასვი გიდებით ერთმანეთს აგიდებენ და საკეთებენ ესენი აგიდებენ იმათ რომ არ უყვართ ქვეყანა ისინი აგიდებენ არა იცი რა მე მგონია რომ თუ ჩვენ იმას ხვდებით რომ უდიდესი ნაწილი ახალგაზრდობის არის შეცდომაში შეყვანილი ანუ ისა ზემოქმედების ქვეშ და ასე შემდეგ ხო? კი ბატონო, მაგათო დიალოგი კი უნდა პირიქით. აუცილებლად, ამათან არა, ამათან წითლიძე ხარ რა დიალოგი ჩემი რაღაც. თანწუხაროდ აზრი. აზრი არა აქვს, არანაირი, ნუ ეხლა ხაბეიშვილთან რა დიალოგი ვიდო ეხლა. რაზე უნდა ილაპარაკო? ხო არ იხმოულებ ეხლა და ხო არ დაიწერ. ხო, ნუ მოკლედ ამ პოლიტიკურ სპექტრთან ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მე მაგალითად მგონია რომ კონტაქტი ახალგაზრდებთან აუცილებელი კი არ არის, ძალიან აუცილებელია და ისიც კი არა რომ შენ მხარეზე გადმოიყვანო კი არა. ნორმალური დიალოგი იყოს, რომ იმან გითხრას, ბევრი რაღაც შეიძლება დაგისვან ესეთ კითხვები, რომელიც კი ბატონო, კი ბატონო, შეისვა მაგ კითხვებს და მე ხო, სწორია. უბრალოდ მე ფიქრობ, რომ ეხლა რაღაცნაირად შენც ფიქრობ, ზუსტად ვიცი იგივეს, რომ ეხლა კიდე ზედმეტი ყანყალი ამათი ერთხელ თქვი ხო ეს ბოცასავით არ მეთქ ძალიან თუ გაყანყალ შეიძლება გაგივარდა და თლად გატყდეს. ხო და ნუ ეხლა ეგ მომენტი არის, რა თქმა უნდა, რომ მაგითი არ უნდა ისარგებლონ. ხელისუფლებამ არ უნდა ისარგებლოს იმითი რომ ისინი ისეთ ცუდები არიან რომ ესე იგი ჩვენს უიქნებით. ანუ ეს დიალოგიც უნდა შედგეს, იმ პრობლემებზე საუბარიც უნდა შედგეს. გაიგე? მამალი მოიდას ამბავი. ხო, ეგეთი მომენტი ხო. მამალი მოიდა რა. მე მაგალითად მაკლია ურთიერთობა თუ გინდა იგივე კულტურასთან დაკავშირებით, გაიგე?
რაღაცა მკითხონ, კაცო, რაღაცა გამოვლილი გვაქვს ხა ისა ეგრე ნუ გვიყურებენ რაღაცა გვაგაკეთებული ამ სფეროში, ხო? და რაღაცნაირად გაითვალისწინონ ჩვენი აზრი. ხო და ამიტომ მე მგონია რომ ეგ დიალოგის ნაკლებობა ნამდვილად არ დეფიციტი არის. მე ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ველაპარაკო, აი ნუ ახლა თუ ის ქვებს არის ის. იგე? ამისთვის არის სივრცეები. ახლა იმაში მიტინგზე ვერ დაილაპარაკებ. კი ბატონო. ხო, უნდა მოვიდეს, დაждდეს, ბევრს ვეუბნებ, მოდი დაგელაპარაკებ. ხო, ბევრი ჩემი მეგობრები არიან შენ თქმის არ იყოს იქ, არჩეულებრივი ხალხი. ბევრი, ნუ. კი ბატონო. მოდი დაждდეთ, დავილაპარაკოთ. მეც მაწუხებს ბევრი რამ. და შევთანხმდეთ. მივაწვეთ, მთავრობას მივაწვეთ იმას. გამოცვალოთ ის მთავრობა. სხვა უკეთესი გავაკეთოთ. ყველაფერი შესაძლებელია. ხო, მაგრამ ამაზე ხოლმე დაილაპარაკო ელემენტარულად. ხო, აუცილებელია დიალოგი. დალაპარაკის გარეშე დიალოგი აბა. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ის ვინც შერაცხადია რა იმასთან. ახლა თუ ქვას ისვრიოს და იფურთხება და იგინება იმას რა უნდა ველაპარაკო. ეგენი ჩანან, ეგენი ჩანან, ეგენი წინა პლანზე არიან სამწუხაროდ. წინა პლანზე არიან და ის წინა პლანი მოუაშოროთ. მე ეს თვითონ უნდა ქნან. ხო, რა. ეს თვითონ უნდა. აი აპირებენ ეხლა და რავი ცოტა ხანიც კიდე ამდენი ხანი ვიცადეთ და ცოტა ხანიც იქნება და თავრობა კი არის ახალგაზრდებმა უნდა ქნან თვითონ და იმ ნორმალურ ხალხმა ვინც არის. ვერ შვებიან, შოთიკო. და ვერ ხო აგინეს ჩამოეთრია ვაშაძე. არის მამაპა ხო და არის მე მამაპაპული პანგური. რომელიც შეიძლება გამოიყენო. მე ხო არ ვიზახე მოკლან. ხო ეს ეგ არის მსახიობა ბიჭმა, რა ქვია, ვეჯიტაიშაჟი თუ რაღაცა პირდაპირ იღებს ვახე იმაზე რომ აგერო აღარ მოვალ აქ მე ვთქვი აგერ მიშას ის არისო პორტრეტიო აგერ და დაუწყეს იქიდან ბიჭო რანაირი გინება იცი ამ მიშის ეს. ხო და ნუ ესე იგი არ აქვს მაგდენ ძალა. ხო არა აქვს მაგდენი ძალა რა. აი მაგას გეუბნებიან. ვაშაძეს რამდენჯერ უთხეს ჩამოეთრიეს და ვერ ჩამო უნდა ჩამოუთრიოთ და გავათრიოთ და მე დაველაპარაკოთ და აი თუ მახარ ახლა მე იქ მივიდა და ჩამოვათრიო არა შენ არა და მე არა ეხლა მე ჩვენ არა მთავრობაზე ვლაპარაკობ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ და რა ვიცი მიუყვებიან ეხლა რა ნუ არ ვიცი ეხლა თან კიდე გუდიგორისზე ხო გუდიგორის ხო რა მე მგონია რომ მაინც რაღაცა რაღაცა ეხლა როგორ გითხრა რა ძალიან თუ პერიოდს გადის ეხლა საქართველოს რა ეხლა მაინც როგორი პერიოდია ეხლა იცი რომ უფრთხულებიც იყო ხო? ხო, უფრთხულებიც ჰქონდა. და მაგის იმედითა ვარ, აი მაგიტომ არა ისე რომ რაღაცა ხდება ისეთი რომ აქამდე უნდა რაც გარშემო, ჩვენს გარშემო ხდება ეხლა აქეთ უკრაინა, იქით ამბავი. რაღაცა დღეს ეხლა გეუბნები ხაჭაპური ვიყიდე მეთქი და ხაჭაპურის გამყიდველმა მითხრა რომ აი იქცევათ, აქცეულია ეს ქვეყანა. მე ვთხარი რა დაირათ არის ბიჭო დაქცეული. გამომხედეთ ხალბატონო მეთქი. როგორ არის თქვენ ეხლა თქვენი შვილიშვილები მეტროში რო არ აყავთ და თუ ვერ გვესვრის პუტინი რა როგორ გაგვიმედა ხო რა გვაცილებს თუ რა იყო მე ვთხარი ახლა რო აი პამიდორი რო 10 ლარი ღირს ეგ პრობლემა უფროა თუ ბომბი რო ხდება თავში მე ვთხარი ნუ პამიდორს არ უნდა ღირდეს 10 ლარი და ბომბიც არ უნდა კარგია ხო მაგრამ ახლა რომელი ჯობ ერთ იგივეაო ახლა თურმე ესე იგი პამიდორის სიწვირე უფრო პრობლემატურია გესმის შენ და ნუ გასაგებია პენსია და პროკები როა სასობები ქალაქში კიდე რა ეს უფრო პრობლემატურია ვიდრე პროკები რო აღარ იქნება საერთოდ. საერთოდ პროკა აღარ იქნება რა. ხო, ხო და ნუ ეს შეიძლება ხო ვერ მიხვდე ადამიანმა ძალიან ელემენტარული და ძალიან დიდი ხანი რომ ანალიზი რა. ძალიან დიდი ხანია რომ მშვიდობაში ცხოვრობ და ამას უყურებ გარეთ რაც ხდება ტელევიზორით. და ზოგი კიდე ახალგაზრდა თაობას ის გონია რაღაც თამაშები როა. ისა ხო იცი? ხო, კომპიუტერული, რომელიც მე არ ვიცი და ხო, ახლა მე ჩემი იმიდან უყურებდი რა, ბალკონიდან ჩანს იქ. წინააღმდეგობა რო იყო ეს მივარდება ეს ახალგაზრდა ბიჭი ვიღაცა პატარა შიბზიკა ან შეაგინებს ან თავს ჩაარტყავს პოლიციელს და გარბის მერე რა. და სპორტია ეგეთი, გაიგე ისა. ის თუ დაეწია აუ მაგრა გარბის და ნუ აი ერთობა რა, ეს კომპიუტერულ თამაშია. ხო, რაღაცებს პრიზებს იღებ. ხო, ნუ რა, ხო, რაღაც. ხო, რაღაცებს, ხო. ხო. ექსტრიმია რა, ესეთი რა, მივარდები პოლიციელს თავში ჩავარტყავ იმას კაშკაში და შევაფურთხებ და აბა თუ დამეწევა. ნუ აი ეგეთი სიტუაცია რა. ინფანტილური დამოკიდებულება. განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ ეხლა უნივერსიტეტზე ვილაპარაკეთ შეუბადოთ განათლების სისტემა არის თავარი ამბავია ჩემი თავარი ამბავია შეუბადოთ მეც ეგრე ვფიქრობ რა
ხა ვილაპარაკა რომ რაღაცა გადანაწილება მოხდებაო საქართველოსა და კავშირი, აი სხვადასხვა ეს საერთოდ თბილისი გახდა რაღაცა თავკომბალა, საშინელება ხდება. ეს ხალხი კიდე უნდა დავასაქმოთ ალბათ ამ პროვინციებში რა. ფულის შონის საშუალება უნდა გაუჩინოთ ამ ადამიანებს, ეს საცობებიც, მაგიტომ ყველაფერი აქ არის ხა, ყველა ახლო რაიონებიდან ყველა აქ ტაქსაობს. ეგ შეიძლება მარტო ტაქსაობა ხო არა? ეგ არის ბიზნესი, ერთი ბიზნესია, ეგ თავარი ბიზნესია, ეგ ტაქსაობა შეიძლება იცახი. ხო. კალონკებზე ბენზი გასამართსადგურებთან ძინავთ ტაქსის ღონებს ცოტა შორს თუ არიან. შორიდანაც კი მოდიან კალონკს. უბედურება. ხო, რა, ეხა ფაქტია, აი ეს უნდა მოხდეს. მაგრამ ერთი რამეც არის ეხა რა. ბიჭო, თოხის დაჭერა და ბარის დაჭერა, მაგარა უწყდება ამ ქართველ კაცს, როგორც ვატყობ რა. ეხა მე არ ვიცი. აფე არ უწყდება კაცო, ძალიან ბევრი წარმატებული ფერმერია, ზოგი თბილისელი მიდის და ფერმას აკეთებს და ასე. აუ, სიამოვნები წავიდოდი ეხა. არ არის ეგრე. არ არის ეგრე, მეც ეხა როგორ მინდა, იცი, აი რაიონში გადამასახლა მეთქი, მაგას ვფიქრობ, ასვალზე ვარ დაბადებული გაზდილი ეხა, რომ აზია არ ხო და ეხა მე თანახმავა რო წავიდე, რომ რაღაცა შანსი გამიჩნდეს იმ ახლა მაგაში უნდა დაეხმაროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო. პირველი და ეს რაღაცები ხდება. მაგალითად, ინფრასტრუქტურის ამბავში გზები და ესენი ძალიან ბევრ ადგილას ცარიელ ადგილებში ბეტონის გზები დააკეს რა. ერთი სოფელი რო პატარა და არაჩვეულებრივი გზა მიდის. ეგ ძალიან დიდი რამეა. გაიგე? უნდა გაიხსნას რაღაც საწარმოები, აი თქვა ჩასაბარებელი იგივე, ხო ყრიან მე ჩემ თვალთ მინახია მდიდარში ყრიან მანდარინს. გაიგე? ჩაიბაროს წვენი გაკეთეს, სპირტი გაკეთეს იმიდან, გაიგე? ამის ის შეუულია სახელმწიფოს, გაიგე და ის კაც დაბრუნდება და იმ მიტოვებული მანდარინის ისენია კაცო აჭარაში. პლანტაცია მიტოვებული და ზეთხმება ეს პორტოხალი და მანდარინი. მოდიოდნენ და ყიდულობდნენ ისე რა. რა გემრიელია ეს გამხმარი ზამთარ გადავლილი მარმელადი არის ტკბილი. ხო და მე მგონია რომ მაგას შეიძლება რომ სახელმწიფო რაღაც ჩადოს. თუ გინდა იგივე ფონდი როა საპენსიო. ისეთი იყო ბაზარი ეს. არა, საპენსიო ფონდი ხო გვაქვს. სპირტი არ ფუჭდება. კი, ორთქლება ცოტა რაღაცა, მაგრამ შეგიძლია იგივე ატამი გაასაყრელი ვარ კონდეს, ჩაიბარო, თქვა, შედარებით დაბარ ფასად და სპირტი გამოხადო და სპირტი გაყიდო მე. ხო, ბევრი რამე შეიძლება. ამ სტარტაპებისთვის შეიძლება რომ თქვა ამ საპენსიო ფონდიდან ფული გამოიყოს, ხო? რომელიც ტყუილა დევს რაღაც ქაღალდებში ვითომ ჩავდებ და იმას ეძახიან, ხო? და ის პენსიების გაიზარდოს მე ამ ფონდიდან გამომდინარე, გაიგე? არც მე არა ვარ ეკონომისტი, მაგრამ რეალურად შეიძლება რომ გაუჩინო ადამიანს სტიმული იმ თავისუფლში დაბრუნების და ჯანმრთელი კაი ცხოვრების რა. და განათლების და იმის ამბავთან დაკავშირებით, შენ უცხოური განათლების სისტემა და რაღაცა, მე მგონი გააქვს ნახი და იცი და ძალიან პრობლემურია. აი ხა მაგალითად მე რასაც ვასწავლი, ის აქვთ გაფორმებული სხვა სახელი დაარქვეს, რომ მოატყონ ბოლონის სისტემა, თუ რაღაც, ну აი ხა რაღაც ერზაცია რა. და კაცო მე ვეუბნებოდი თუ ეგრე გვიშლის ეს ბოლონის სისტემა და არ ვარგა გამოვიდეთ, თვითონ სორბონა გამოვიდა, ვინც დააარსა ეგ. ფრანგულმა უნივერსიტეტმა სორბონამ დააარსა ეგ ბოლონის სისტემა. ბოლონიაში მოხდა უბრალოდ ხელის მოწერა. თვითონ გამოვიდა. არ ვარგაო თქვა და ჩვენ რო გამოვიდეთ რა მოგვივართ. გენაცვალე, შეთიკო 2 წუთი დაგჭა სულ და ძალიან სასიამოვნოა ყოველთვის შეთანხმება საუბარი და ძალიან საინტერესოა. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი კაცი ხარ და კაი მხატვარი ხარ, ისეთი კარგი მოაზროვნე ხარ და მე მინდა გითხრა, რომ რას ასე ტყოდი, კაი ხა ამ ბაბზე არ ვლაპარაკო, ამათზე არა, ამ რაღაცა მაცაღლებზე ხარ. მაგრამ აი ამ ხალხს, რომლებსაც გონიათ, რომ აი არ მივდივართ ევროპისკენ, თქვა და რაღაცა ამ საბოლოო ერთ სიტყვას ამათ გინდა ახალგაზრდებს იმათ, რომლებიც არიან ესე ჩართულები ისე რომ არც კაფიცნობიერები. მაგათ გონიათ, თუ გონიათ, რომ მიშა მიდის ევროპისკენ, ну, ჩემი აზრით ძალიან წები. კი ბატონო. ხო. კი ბატონო. იმიტომ რომ თუ დიქტატურა, თუ უბედურება და აზიაზე უარესი და ისა ეგ შარაშვაშიაო აწვებიან. ხო, ну, ეგ გასაგები. ხო და მე ხა მას ვიტყვი რომ მოდი რა ჩვენ ქვეყანა ავაშენოთ. კი ბატონო. აიგე? ყველაზე კარგი იქნება. საერთოდ თუ სეპარაცია მოხდება ამ ხალხისგან, რომელიც აფრის გამკეთებს. ეხლა ნებისმიერ ბევრს ვიცნობ ამ პოლიტიკოსებს რა. აიგე? ერთი იმის რა ქვია, დოკუმენტის გარდა არაფერი არ აქვთ ჟენევის ადამიანის უფლებების
რა ქვია დაცვის ერთი დოკუმენტი იციან. არც შექსპირი წაუკითხავთ, არც კლდიაშვილი ისე ვიძახი რა. ეს არის პრიმიტიული ხალხი, რომელიც ამითი ცდილობს ფულის შოვნას. ამისგან სეპარაცია მოახდინონ ნორმალურმა ადამიანებმა, გინა პოლიტიკური პარტია გააკეთონ, გინა არ გააკეთონ, დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა. კი ბატონო. რომელიც გვიყვარს. ევროპასაც დაველოდო და მე მგონია კარგისკენ შეიცვლება ევროპა და არაფერი სისულელეა რომ 78 მუხლი თუ რაღაც ამოვიღოთ ეხლა ასტრაფოთ იმიტომ რომ ევროპიდან წავიდეთ. იყოს ის კი ბატონო, ნუ ცოტა ფორმა არასწორია, ვისწრაფით ევროპა რაღაცა ის არის, ხო? ძალიან უძურებოდნენ მაშინ. ხო, ეგ გასაგებია, მაგრამ არ გვიშლის ეგ არაფერს. ჩვენ მაგარი ევროპაზე უკეთესი გავაკეთოთ ამ ქვეყნიდან. რა შენაღმერთმა. ეგ არ ყოველთვის თვითონ დაგვიძახებენ რა. ბიჭო, არ მინდა ნუ დამიძახებენ, და უკეთეს ნუ ვიქნები ნუ დამიძახებენ. ხო, რა თმინდა თუ აიღო რა არ შეიძლება ადგილი არ მაქვს. ხო, წყალი გაქვს, იჭერი ხალხი ყავს, სოფლიოში საუკეთესო სპორტსმენები და მეცნიერები. ყველაფერი, რაც გინდა, უნდა გულო. ო და ქუჩაში სირბილს მიუხედავთ ქვეყანას. კი გენაცვალოთ შენ. ეგ არ ყოველს სწორი. აგაშენა ღმერთმა, შოთიკო, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო მომბრძანებისთვის. დიდი მადლობელი ვარ, რომ მომბრძანი დღეს და გენაცვალეთ ბატონებო და ქალბატონებო, დაგემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე. ეს იყო 98 და 5, იყო ჯაპანას პაპანაკება თქვენი მონანუჩილი. ჯაპანა შემოგევლოთ ჩემი თავი და ერთი კვირით დაგემშვიდობებით და დაიცადეთ ჩემო ბატონო და დაელოდეთ. ეკავე ხვალე შემოვა თავისი არაჩვეულებრივი გადაცემით მშვენიერი ქალბატონე. აბა ჰე და აბა ჰო ბატონებო, იყავით ჯამთელი და მოუვალეთ ერთმანეთს.